Მადლობით გამორჩეული ხელისუფლება 1 იანვრიდან კიდევ ახალ სურპრიზს თავაზობს მოსახლეობას, მცირე მეწარმეებს, მოვაჭრეებს, რომლებსაც არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა, შრომა და ოჯახის გამოკვებისათვის ლუკმაპურის საშოვნელად კაპიკების შოვნა ავალდებულებენ შეიძინონ საკასო აპარატები, რაც მათ ისედაც უმძიმეს ცხოვრებას კიდევ უფრო დაამძიმებს და გაუსაძლის საკასო აპარატების ნაცვლად, როგორც თემ სოფლებში აპრობირებული გარემოვაჭრეებს, მცირე მეწარმეებს უნდა დაიბეგრონ ფიქსირებული გადასახადი და არა აი ამ თაღლითური სქემებით, რომელიც მოიგონა ამ ხელისუფლება. არა გვაქვს ჩვენ ისეთი პირობები, ღიაც ის გვექნებათ. ჩვეულებრივ დაღლზე არანაირი შუქი არ აქვს, არაფერი არ აქვს და როგორ შეიძლება ასეთ პირობებში ღიაც იყოს საკასო აპარატი მოხმარება თან ისეთი შემოსწიურად რაღაც 20-30 ლარს ვაჭრობთ და შეიძლება ასეთი თანხით საკასო აპარატი და იქ ბუღალტერია და რამე გჭირდებოდეს. ჩვენ არავინ არაფერი არ მოხდეს, სტუდენტის შვილები ყავს, საერთოდ ყველაფერი დაგვაყარეს. ჯერ წინა მთავრობამ და ეხლა ალბათმა კიდე საერთოდ უკანონო დაგწია, არაფრის საშუალება ჩვენ არ აქვს, რომ რაღაცა გავაკეთოთ. ჩვენ შვილებს რა პასუხი მივცეთ? რა გავაკეთოთ? რიგში ვიყავით, რომ 41 წლამდე შემოგეხაზდა. ეს არის კაცო მე საბოლოოდ იმათი მხედა პატივისცემა ჩვენ და მე? რა არის ეს? ფინანსთა მინისტრ ხადურს შეეშვას ბიუჯეტის ხრამუს და კეთილი ინებოს შეცვალოს ეს გადაწყვეტილება წინამდეგ შემთხვევაში საკასო აპარატები და ეს ადამიანები გახდებიან ამ თავრობის პოლიტიკური ბედისწერა. სწორედ ეს ადამიანები მათი ძალისხმევა შეიწირავს ამ ხელისუფლების ბედს.